ჩვენ სოფელში ხო ნახევარზე მეტი ნახევარი თათარი ცხოვრობ, ნახევარი ქართველი ცხოვრობდით. ბრიგადაში სამუშაოდ რომ წავსულიყავით, იქ ერთი თათარიც რომ ყოფილიყო ბრიგადაში, უნდა გველაპარაკა თათრულად. თათრულად უნდა გველაპარაკა, იმდენი იმათი ზეგავლენა იყო. მერე თუ ახალგაზრდა რომელიმე ბევრს კი იცოდა ქართული ესმოდა, მაგრამ არ ლაპარაკობდა. თუ დაელაპარაკებდა, თამეთ უფროსები ეტყვნენ რომ მაგ ოლა ითინ დილი შეილამეო. ესე იგი ძაღლის ენას ნუ ლაპარაკობო. ასე გაუჯავდებოდნენ თამეთ უფროსები თავიანთ შვილებსა. 43-44 წლების ამბავ ვამბობ. 44 წელში აქ რომ ჯარი შემოვიდა და სუდაბეკრებით მანქანები შემოვიდნენ, ჩვენ ასე გვეუბნებოდნენ თათრები. ნუ გეშინიათ ქართველობო. თუ რამე მოხდა, ომი დაიწყო, ჩვენ შეგინახავთო. მაგრამ როცა იმათი გადასახლება მოხდა და გზაში მიდიოდნენ, ამას გვეუბნებოდნენ. აი ქართველებო, თქვენი ქორწილი უნდა გვეჭამა და თქვენ ჩვენი ქორწილი ჭამეთო. 1944 წლის ოქტომბრის ბოლო რიცხვებში მესხი თურქების გასახლებამდე მე როგორც მეხრეთ ვახდი ორ კარგ ბერიკაც. როცა ჩამოვიტანეთ ურმით ნამჯა სოფლის ბოლოს, დავასვენეთ ხარები, მევალებოდა მე როგორც მეხრეს ღერძისთვის უნდა მესაყრა. ამ დროს წავიდა საუბარი. თათარი ეუბნება არჩილ დიასამიძეს, ბერიკაც, რომ იცით ეს ჯარი რისთვის არის შემოსული აქ. აი დღეს ხვალ შემოვა ჩვენი თათარი და მერე ნახეთ თქვენი დღე. ერთი ჭრელი ძროხა მყავს, ესეც უნდა დავკლა მათთვის. ამ დროს ძიარჩილმა გადმოიღო თავისი სამუშაო იარაღი და პირდაპირ გაურჭო ამას მუცელში. ეს იყო და ეს. ამით დამთავრდა ის დღე. ერთი კვირის შემდეგ მოხდა ის ამბავი, რომ 1944 წლის 4 ნოემბერს თათრების გასახლების დღე როცა იყო, მაშინ ვახდი მე ერთ ოჯახს, როცა ოჯახიდან გამოვიდნენ ცოლი და ქმარი და ცოლი ეკითხება ქმარს, როცა ქმარმა დაიწყო ტირილი, რომ მე ვცილდები აქავრობას. რა გატირებს შეახმახო. როცა 918 წელში ქართველები თქვენ ხელში ყავდათ, მაგათი სისხლი უნდა დაგელიათ. არ უნდა გაგეტოვათ მაგათი დიდი და პატარა. დღეს კი ესენი მშვიდობიანად გაცილებენ თქვენ. აი ამ საუბრის დროს ქალმა წამოჰკრა ფეხი ქვას, როცა წაიბორწიკა, ამ დროს კაბამ წამოუფლიალა. კაბის ქვეშ ჰქონდა მას შემოკრული იარაღი, ხანჯალი, ლევორვერი ვერცხლის კამარზე. ვინც ახდა ის ჯარისკაცი გამცილებლად, შემოხსნეს ეს და მიართეს თავიანთ უფროსობას, რომ თათრის ქალი აი ამ დროსაც, ამ დღესაც ასეთი შეიარაღებული იყო. აი ასეთი ფაქტების და მოწმე გავხდი მე ახალგაზრდა მაწვილი, რომელიც მაშინ ალბათ 14-15 წლის ვიყავი.